წინა სესიაზე ჩვენ შევეხეთ უკვე, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას ერთიანი სისტემატიზირებული სოციალური სწავლება არ გააჩნია. წარსულში დაგროვილეს მდიდარი საეკლესიო ტრადიცია და პატრისტიკული საუნჯე შეიძლება ითქვას. დღევანდელ ეპოქის მიერ მოტანილ გამოწვევებთან მიმართებაში კონტექსტუალურ წაკითხვას საჭიროებს გაბედულ გადააზრებას და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაჩინარიდან პასუხებსაც ელოდება. ამ კუთხით პირველ ნაბიჯად პატრისტიკული მემკვიდრეობის სისტემური ანალიზი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც არსებულ პოლიტ-ეკონომიკური და სოციალური წესრიგის გათვალისწინებით საბაზისო ეთიკურ შეხედულებამდე მიგვიყვანს. შემდგომში კი რიგი დამხმარე სოციალურ მეცნიერებებთან დაგვაკავშირებს, როგორიცაა სოციოლოგია, პოლიტ-ეკონომია, ეკოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერება, შრომის ეთიკა მაგალითად. რაზეც ასევე წინაზე ვისაუბრე, რომ მართლმადიდებლური სოციალური ეთიკა არ არის ცალკე მდგარი თეოლოგიური საგანი, ის არის ძალიან აქტიურ ბმაში სხვადასხვა სეკულარულ სოციალურ მეცნიერებებთან და ბუნების მეცნიერებებთან, მათ შორის ეკოლოგიის საკითხში მაგალითად, ეკონომიკურ მეცნიერებებთან, ამიტომ ძალიან მრავალმხრივი არის. ეხლა, როდესაც მე ვცდილობ ვისაუბრო მართლმადიდებლურ სოციალურ ეთიკაზე, ის შემდგომ იშლება და ქრისტიანულ სოციალურ ეთიკაზე და შემდგომ მართლმადიდებლურ სოციალურ ეთიკაზე კონფესიურ ჭრილში მრავალმხრივი იშლება, ხო? არის შრომის საკითხები, არის ეკოლოგიური საკითხები, არის საზოგადოებრივი წესრიგის საკითხები, პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხები, რომელთან არის უფრო ახლოს მართლმადიდებლური ეთოსი, ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიას სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმებში და წყობაში უწევდა და უწევს დღეს ცხოვრება. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა ერთიანი მართლმადიდებლური სოციალური ეთოსის დაბადება, რა არის ზოგადად სოციალური ეთიკის მიზნობრიობა, არსი, საგანი, რომელზეც წინაზე შევეხეთ წინა საუბრისას მიუხედავად ხარვეზებისა. და შევეცდები დღეს მართლმადიდებლური სოციალური ეთოსის წარმოქმნა და ეს განვითარების ძირითად შინაარსობრივი ხაზები გამოვკვეთო და გადავიდე უშუალოდ არსებულ დოკუმენტებზე, ტექსტუალურ მასალაზე, რაც გვაქვს დღესდღეობით. როდესაც მაგალითად მართლმადიდებელ ქრისტიანს დაინტერესებს თუ როგორ პოზიციონირებს ესა თუ ის მართლმადიდებელი ეკლესია, სად ნახოს, რა სხვაობა სხვადასხვა ეკლესიების ხედვებს შორის, ამ შემთხვევაში რამდენიმე დოკუმენტი არის. მაგრამ დოკუმენტის მიღმა არის კონკრეტული სიტყვები, აი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თუ ვისაუბრებთ, მას არ აქვს ერთიანი სისტემური ცოდნა ამ მართლმადიდებლურ სოციალურ ეთიკურ საკითხებთან, არც ბიოეთიკურ საკითხებთან, თუმცა გაფანტული ცოდნა არსებობს, რომლის შეკრება და დამუშავება და სისტემატიზირება საჭირო და შემდგომ თანხვედრაში თანამშრომლობა სხვადასხვა სოციალურ მეცნიერებებთან, ხო? რომ გარკვეულწილად რაღაცა ორიენტირი დაიდოს სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე, ეთიკურ საკითხებზე მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. ისევ განმეორდები, რომ ქრისტიანული სოციალური ეთიკა, მართლმადიდებლური სოციალური ეთიკა, კონფესიურ ჭრილში, ეს არის სოციალური აზროვნების სფერო, სადაც შემოდის კითხვა კონკრეტულ მოცემულობაში თუ რა არის სამართლიანი და სწორი მოქმედება. ხოლო მასშტაბი ამ შემთხვევაში სახარებისეული და ბიბლიურ თეოლოგიური ეთოსია თავისთავად. პასუხების ძიების პროცესში სხვადასხვა სოციალური მეცნიერებები შემოდის თავის ფუნდამენტური ცოდნით, როგორც ვთქვი, და ქრისტიანული სოციალური ეთიკა პასუხობს კითხვებს ზნეობრივი თვალთახედვიდან, რა არის ავშვებული და რა არის ამ შემთხვევაში კრიტიკის საგანი ეკლესიის წევრის მხრიდან, ქრისტიანული თეოლოგიის, მართლმადიდებლური თეოლოგიის მხრიდან. ეს არის გარკვეულწილად ბუნებითი რჯულის ღვთისმეტყველების და ყოველდღიური ცხოვრებისეული დინამიკის სინთეზი ქრისტიანული შეხედულებისამრებ. აი ასეთ შემთხვევაში უფრო სეკულარული სამყარო ხდება ეთიკის საგანი. აი ქრისტიანთა საბოლოო სამყოფელი სათასასწრებლისაგან მიმავალი, სათასასწრებელია თავისთავად არ არის სამყაროული მოცემულობა, თუმცა მისკენ მიმავალი გზა, მიწერ ეკლესიას, რასაც ვეძახით, ამ ცხოვრებაში, ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას და მათ შორის სახარებისეული ეთიკურ ჩარჩოებში მოქმედებაზე გადის, ხო?
აქვე მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სოციალური ეთიკა მოცემული წესრიგის იდენტობად არ უნდა იქნეს დანახული. პირიქით ის არის რაღაც თვითმყოფადი, რათა ცალკეულ პიროვნებას ან თემს, სამრევლოს, ან ეპარქიას, ან ავტოკეფალურ ეკლესიას სწორი გზის დანახვის შესაძლებლობა მისცეს. და გარკვეულწილად ის ეთიკური ხედვები იყოს განხორციელებული, რაც არის მნიშვნელოვანი, რაც არის ფუნდამენტი ქრისტიანის ცხოვრებისათვის. მას არ შესწევს თავისთავად თითოეულ კონკრეტულ მდგომარეობაზე ცალკეული რაღაც რეცეპტი გასცეს, რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინოს და მის ამოსავალ წერტილად სულმუდან ცალკეული ქრისტიანის თავისუფლება რჩება, ნების თავისუფლება ყოველთვის შემოდის აქ. ამ შემთხვევაში შემოდის როგორც პიროვნული თავისუფლება, ასევე შემოდის უკვე აი საეკლესიო სამართლის პერსპექტივიდან და საეკლესიო მოწყობის პერსპექტივიდან რომ დავინახოთ, ეს არის მაგალითად იგივე სამრევლოს თავისუფლება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ეპარქიის, ადგილობრივი ეკლესიის ხედვა, სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებთან, ეკონომიკურ ცვლილებებთან, საზოგადოებრივ ცვლილებებთან, მორალურ და ეთიკურ ცვლილებებთან, რომელსაც ესე ბოლო წლებია ყოველდღიურად ვაწყდებით, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. ქრისტიანული სოციალური ეთიკა არ უნდა იქცეს დოგმატათან, კანონად, არამედ ის მხოლოდ აი ჩვენსავე თავისუფლებაში სწორ და ქრისტიანული ღირებულებებით ახსავსე მიმართულებებსა და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს. თვითონ რწმენა ქრისტიანული ნიშნავს პირდაპირ პირად საუბარს ღმერთთანაც, ვიცით, პატივის მიგებას ზეციური სიცოცხლისადმი, რომელსაც ადამიანურ ინსტიტუციებთან გარკვეულწილად შეიძლება არანაირი კავშირი არ გააჩნია. მართლმადიდებლობა მოითხოვს ადამიანის სრულ განახლებას, გარდაქმნას, ხო, სულიერ მეტამორფოზას. ქრისტიანული ცნებების აღსრულება სოციალურ განზომილებაში არც მეტი, არც ნაკლები ახალი იერუსალემის, ანუ ეკლესიის ამოცანათაა დანახული. აქვე შემოვალ წინაზეც ვახსენეთ ცნობილი ბერძენი ეთიკის სპეციალისტის მანძარიდასის სიტყვებით, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკულად ხედავდა ერთიანი სისტემური სოციალური ხედვების ჩამოყალიბებას მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და ასეთ არგუმენტი მოაქვს, ციტატას წავიკითხავ. ეკლესიას არ აქვს მიზნად მსოფლიოსთან კონკურენცია, მისი რეფორმირება ან შეცვლა. ეკლესიას არ სჭირდება საკუთარი პოლიტიკური სისტემა, სოციალური სწავლება, ასევე სოციალ-ეთიკური თუ ეთიკური სისტემების მოხაზვა. ის ეფუძნება ახალ ადამიანს, ქრისტეს და მის სამყაროსადმი სიყვარულს. მისი მოსვლით კი ყოველივე თავის ჭეშმარიტ ყოფობას და ცხოვრებას პოვებს. ეკლესიის სული და მორწმუნეების სულიერი ცხოვრება არის ძალა, რომელსაც შეუძლია მთელი სამყარო გარდაქმნას. თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების ხმა ამ შემთხვევაში სოციალური ეთიკის და სოციალური კონცეფციის შექმნის სურვილთან მიმართებაში ორად იყოფა. უმცირესობაში არის თავისთავად ამ შემთხვევაში მანძარიდასი, თუმცა შემოდის სხვა ავტორები, მაგალითად ცნობილი მართლმადიდებელი რელიგიის სოციოლოგი, ერთ-ერთი პირველი მე ვიტყოდი, რომ მართლმადიდებელი მაქს ვებერი, რომელმაც შეძნო აღმოსავლური მონასტრული ეთოსის რელიგიური სოციოლოგიის პერსპექტივიდან ანალიზი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი დადო მართლმადიდებელი სოციალური ეთიკის განვითარებისათვის და ის ამბობს, რომ ეკლესია ყველა დროში გაბედული წინასწარმეტყველური ხმით უნდა ამოწმებდეს სახარებისეულ სიტყვას. და ამის მაგალითად მას მოყავს ეს პატრისტიკური ეპოქა. ამასთან ერთად არ უშინდება ისე ამას ეფუძნება მსოფლიო პატრიარქის ხედვაც, რომელიც ასევე საუბრობს მართლმადიდებლური სოციალური სწავლების და სოციალური ეთოსის გაბედულ შეჭიდებას სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც დროსთან ერთად მოდის, ხომ? და იქაც ის საუბრობს სამყაროს ესე ტერმინს იყენებს ფერის ცვალებაზე, რომლის ძალა და უნარი შესწევს მართლმადიდებლურ ეკლესიას, თავისი ცოდნით და თავისი საინტერესოა თავისი სულიერი ასკეტური მემკვიდრეობით, მათ შორის საეკლესიო საიდუმლოებების სოციალურ ხასიათზეც საუბრობს, ხო? ერთ-ერთი ძალიან
საინტერესო წიგნში, რომელიც ქართულადაც არის ნათარგმნი შეხვედრა საიდუმლოსთან მართლმადიდებლურმა მესამე ათასწლეულში და აი ის აფართოებს მათ შორის საუბრობს ადამიანის უფლებებზე, რასობრივ დისკრიმინაციაზე, რელიგიის თავისუფლებაზე და ამას აფუძნებს ამ ყოველივეს არგუმენტირებს მართლმადიდებლური სწავლებით, მართლმადიდებლური მონაგარით, მემკვიდრეობით, რაც გააჩნია მართლმადიდებელი ეკლესიას და რაც დაუგროვებია თავისი 2000 წლოვან ისტორიის განმავლობაში. წინაზე შევეხე თუ რატომ დღესაც გამეორდები რომ რაღაცა ერთიანი სისტემური ხაზი მივცეთ, რატომ დააგვიანდა მართლმადიდებელი ეკლესიას სოციალური შინაარსის მქონე გზავნილების ფორმირება ან ერთიანად თავმოყრა, ხო? აი ჩვენ თუ შევადარეთ დასავლეთის ეკლესიაში ეს ყოველივე უკვე იწყება 1891 წელს იქნება პირველი სოციალური ენციკლიკა, რომელიც ინდუსტრიალიზაციის ეპოქის გამოძახილია და ამაზეც იყო კრიტიკა, რომ დააგვიანა დასავლეთის ეკლესიამ ამ კუთხით. ასე პროტესტანტული ეკლესიებიც ძალიან გაბედულად შემოდიან ველზე და რა მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში, ხო? ამ კითხვაზე მოვიხმობ რამდენიმე თეოლოგს. ერთ-ერთი პირველი თეოლოგი არის ადოლფ ჰარნაკი, რომელიც თავის წიგნში, გერმანელი პროტესტანტი თეოლოგი, რომელიც თავის წიგნში ქრისტიანობის არსი 10 ლექსია ქრისტიანობის შესახებ საუბრობს კათოლიკურ ეკლესიის მემკვიდრეობაზე სოციალური პერსპექტივიდან, პროტესტანტულ ეკლესიის კონცეფციაზე, სოციალურ კონცეფციაზე და ეხება ასევე ძალიან მცირე ნაწილში მართლმადიდებელ ეკლესიას, და აღწერს თავისი პერსპექტივიდან აღმოსავლეთის ეკლესიაში სოციალურ შინაარსზე. ის ამბობს, რომ არ არსებობს მართლმადიდებლობაში კოდიფიკაციის, დაიკარგა მართლმადიდებლურ ტრადიციაში კოდიფიკაციის შესაძლებლობა ერთგვარი და ამაში არის დამნაშავე ტრადიციონალიზმი. რის გამოც ეს ტერმინს მოვიყვან, რის გამოც მართლმადიდებელი ეკლესიები იტანჯებიან და ვერ ბედავენ თანამედროვე გამოწვევებს გაუსწორონ თვალი. ეხლა ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუ სწორად 1912 წელს გამოვიდა, თუ სწორად მახსოვს, მისი სალექციო კურსი წიგნად დაიბეჭდა და იმ ეპოქის გადმოსახედიდან ხედავს მართლმადიდებელი ეკლესიის მოცემულობას და აღსანიშნავია, ხა ამ კონტრარგუმენტი შეიძლება შემოვიდეს, რომ იმ ეპოქაში, როდესაც მართლმადიდებელი ექსპერტები ამ ტექსტს აანალიზებენ და პასუხს ცდილობენ პასუხი გასცენ ჰარნაკის ამ ხედვას, ამ პოზიციას, ისინი საუბრობენ, რომ ნაკლები ცოდნა არსებობდა პირველ რიგში მე-20 საუკუნის დასაწყისში მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ დასავლეთში და დასავლეთის საუნივერსიტეტო სივრცეში, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური შესაძლებლობის და სოციალური ხასიათის გარშემო, ეს უფრო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, გარკვეულწილად ეს იყო ეკუმენური დიალოგი, თეოლოგიური დიალოგი, უნივერსიტეტებს შორის გაცვლა და შესაბამისად მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ ცოდნა შევიდა დასავლურ უნივერსიტეტებშიც. შესაბამისად ამ შემთხვევაში ჰარნაკს აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მართლმადიდებელი ეკლესიის ამ კონკრეტულ მოცემულებასთან მიმართებაში და ამას პასუხობს რუსი ემიგრანტი ღვთისმეტყველი გიორგი ფლოროვსკი და ის საუბრობს საეკლესიო ტრადიციას და ტრადიციონალიზმს ის მკაცრად მიიჯნავს და სცენს განსხვავებულ შინაარსს. ფლოროვსკის აზრით ხშირად ტრადიციონალიზმის არასწორ ინტერპრეტაციასა და შინაარსობრივ გაგებას ხვდებით, ხშირად. სინამდვილეში ტრადიცია ნიშნავს გაგრძელებას და არა მხოლოდ შეხებას. ის არაა სტატიკური პრინციპი. ქრისტიანული აღმოსავლეთის ეთოსი იგივეა, რაც იყო პირველ საუკუნეში, თუმცა იგივე აღარ არის ქრისტიანების ცხოვრებისეული გამოწვევა და მოცემულობა არსებული ისტორიული ცვლილებების და განვითარების გამო, ხო? დინამიური და საეკლესიო გამოცდილება არ ეწინააღმდეგებოდა პირიქით განეკუთვნება სოციალური ეთიკის არსს, ხოლო მართლმადიდებლური სოციალური ეთიკის განვითარებისათვის სულაც არ არის საჭირო მისი ტრადიციისაგან დაცლა. ამისათვის საჭიროა მისი დინამიური ელემენტების გამოყენებით ტრადიციის ერთგვარი ბრჭყალებში შეიძლება ეს მოვიყვანო გადალახვა ეკლესიის სოციალ-ეთიკური სტრატეგიისათვის. ყოველ ქრისტიანულ ეკლესიას სხვადასხვა ტრადიცია გააჩნია და ამის გარეშე
სრულყოფილი ცხოვრება ეკლესიის წარმოუდგენელია. და ტრადიციას არასოდეს არ შეუფერხებია სოციალ-ეთიკური კვლევა და ამ შემთხვევაში და მემკვიდრეობის შექმნა, რაზეც შემდგომში ფუძნდება ერთიანი სოციალური სისტემური სწავლება ადგილობრივ ეკლესიებში, ან ამა თუ იმ საკითხზე პოზიციონირება ადგილობრივი მღვდელმთავრის მხრიდან, ან სინოდის მხრიდან. უფრო მეტიც, აი ტრადიცია, მართლმადიდებლური საეკლესიო ტრადიცია სხვადასხვა გამოწვევებისას შეიძლება სოციალური ეთიკური საქმიანობის ერთგვარ წყაროდაც ვაქციოთ. აქვე ფაქტია, რომ 21 საუკუნის მართლმადიდებლურ ეკლესიას არ გააჩნია საერთო სოციალური კონცეფცია და რაღაცა საერთო ეთიკური შეხედულებებით. ეს თავისთავად არ შეეხება დოქტრინალურ ნაწილს. აქ თავისთავად არ იგულისხმება ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების თუ საპატრიარქოების რამდენიმე მცდელობა, რომელზეც უკვე ცოტა გვიან ვისაუბრებ. და ისევ მიზეზებს განმეორდები, რატომ არა აქვს ერთიანი სოციალური ცოდნა მართლმადიდებლურ ეკლესიებს და ეკლესიას. და ამ არგუმენტებს მოვიყვა, რომელზეც წინაზეც ვისაუბრე, განმეორება გამოგვივა და შეხსენება. პირველი არის მართლმადიდებელი ერები, მრავალი საუკუნის განმავლობაში ფაქტია, რომ არაქრისტიან დამპყრობლების ქვეშ ცხოვრობდნენ. მეორე არის მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულწილად არის კონსერვატიული ეკლესია და ტრადიციების გადახედვა გარკვეულწილად საკმაოდ რთულია და დროს მოითხოვს. თვითონ სხეული არ არის ამ კუთხით მოქნილი. ამ შემთხვევაში მე საუბრობ მის სოციალურ სხეულს, ინსტიტუციონალურ სხეულს. გაცილებით მეტად მისტიური და საკრამენტული შინაარსი შეიძლება იყოს შედარებით დასავლეთის ეკლესიებისაგან და არსებობს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ეკლესიებშიც რაღაცა გარესამყაროსთან მტრული მიმართებებით, რაღაცა პურიტანული ტენდენციებიც დაიბადა და მართლმადიდებლურ ეკლესიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდი ფაქტიურად იმ ეპოქაში, როდესაც იქმნებოდა დასავლეთის ეკლესიის სოციალური ცოდნა, არ გაუვლია. ინდუსტრიალიზაცია უკვე გვიანი მოვლენაა და გვიანი მოვლენის დროს ინდუსტრიალიზაცია განხორციელდა კომუნისტურ ეპოქაში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია იყო დამცრობილი. შესაბამისად, მას არ შეეძლო ამაზე რეაქცია მიეცა, ხო? ფიზიკურად არ შეეძლო. ამას ემატება ეკლესია გარკვეულწილად არ არის ავტონომიური, ახლა იწყებს პირველ ნაბიჯებს დგამს პოსტსაბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლოს. და კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც დემოსთენეს სავრამისი მოყავს, ეს არის დღევანდელ მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში, ესე ვიტყვი, სადაც უმრავლესობა მართლმადიდებლური ქრისტიანები არიან, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან, სოციალური მეცნიერებები ნაკლებად არის განვითარებული და ამას ემატება ასევე საუნივერსიტეტო თეოლოგიის განვითარება შეფერხებული. და გვიან აიდგა ფეხი ფაქტიურად, აი რაღაცა 100 წლიანი, 80 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის ბოგინის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნეში ეს ტოტალიტარული რეჟიმები ეკლესიებს სრულად იშავდნენ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრებისა და საქმიანობისაგან. პოლიტიკურში არ გულისხმობ თავისთავად ახლა პარტიების შექმნას და იქ ამ შემთხვევაში გულისხმობ პოლიტიკურ ძვრებთან მიმართებაში რაღაც პოზიციონირებას, ხო? იყო 1900 აი ბოლშევიზმის მოსვლის ეპოქაში იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ეკლესიამ დააფიქსირა საქართველოში, რუსეთში, სხვა ეპოქაშიც თავისი პოზიცია, მაგრამ შემდგომ იცვლება ხო ისტორიული რეალობა და შემდგომ ხმა აღარ ჩანს ეკლესიის ხმა იცვლება, ითხოვს ამას უკვე არსებული რეჟიმი. და ეკლესია იძულებულია საკუთარ სამოქმედო წრეში ჩაიკეტოს, რომელიც იმავდროულად არის მკაცრად განსაზღვრული, კონტროლირებადი. ერთადერთი დარშვება ეს არის ღვთისმსახურება და ამასთანავე ღვთისმსახურებასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ესეც
იცვლება, ხო? საბჭოთა ეპოქის პერიოდში ბევრად ძლიერდება, ახალი რეჟიმის ხელმძღვანელი ცვლის თავის რელიგიურ პოლიტიკას. ასევე აკრძალულია საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობის საერთო საუბარი. ზედმეტია და ვინაიდან სოციალურ ან ზოგადად საზოგადოებრივ ეთიკაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია თამამად აღნიშნოთ, რომ ასევე ქრისტიანული საიდუმლოებანი თავისი არსით არის სოციალური საიდუმლოება. ეს ამას ხაზს უსვამს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. ვინაიდან ის მოიცავს და წვდება სამრევლოს ყველა წევრს, ასევე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. და ხოლო ქრისტიანული ლოცვაც არის საზოგადო ლოცვა, საჯარო ლოცვის, ვიცით ჩვენ, მშვიდობისათვის ლოცვის გამოცდილება აქვს მართლმადიდებელ ლიტურგიას, ხო? ეგვიპრიან კართაგენელის თანახმად ეკლესიის წევრობა ნიშნავს იყო ახალი საზოგადოების ნაწილი, სადაც ხაზგასმულია ერთსულოვნება და სოციალურობა. აი თავდაპირველი ქრისტიანული ერთობას, ხო, რაღაცა მარტივად დაძმობით აღინიშნებოდა და ბასილ დიდთან მოდის ბასილ დიდის ცოდნას და გამოცდილებას, როდესაც ვეხებით საუბრობენ რელიგიის სოციოლოგები ქრისტიანული კომუნიზმის იდეაზე, ხო, აი სხვა კომუნიზმი ხა არ მოხდეს აღრევა თავისთავად იმ ტოტალიტარულ მოცემულობას არ მოიაზრებს. თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს და განსაკუთრებით ერისკაცებს ხშირად მონოზნური ეთოსის გადმოსახედიდანაც ესაუბრება, რომელიც მეორე 1000 წლეულში გარდაიქმნა და როგორც წეგანა აღნიშნე რა გარე სამყაროსადმი ტრულ დამოკიდებულებაში კონვერტირდა. განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის გრევის შემდგომ. მსგავსი ასკეზისა და ღვთისმოსაობის პრაქტიკა ადრეული ეკლესიის ესეთი ფუნდამენტური ძირეული წარმომადგენლებისათვის, მაგალითად ბასილისათვის, იოანე ოქროპირისათვის სრულიად აცდენა იყო. აი ბასილი დიდი როგორც წინაზე საუბრობდი, არა მხოლოდ ერისკაცებს მოუწოდებდა, რომ ესტრაფონენ შექმნილ სამყაროსთან ჰარმონია და დიალოგს, ასევე სხვადასხვა კულტურებთან, არამედ თავად მონაზვნებს თხოვდა, ხო, საკუთარი სოციალური აქტივობებით, აი საზოგადოებრივ სიკეთეს შემოქმედნი ყოფილიყვნენ. და ეს შემდგომ ითარგმნებოდა ეკლესიის სოციალურ მსახურებაში, სოციალური ხმა მიდის სოციალურ მსახურებამდე. აი იონე ოქროპირის ქადაგებებს თუ გადავხედავთ, არის ქართულად მისი ქადაგებები, აი მისი დიდი ნაწილი ეს არის ეთიკური ზნეობრივი თვალსაჩინოებიდან იმდროინდელი საზოგადოებრივი მდგომარეობის და გამოწვევების კრიტიკული ანალიზი. ერთგვარი კარგი გაგებით კომენტატორიც კი არის, აი ქრისტიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი თეოლოგი, რომელსაც აქვს ახარებისეული მასშტაბი აღებული და არ უშინდება არსებულ გამოწვევებს, ხო? იქნებოდა ეს სოციალური თანასწორობა, ზნეობრივი ეთიკური საკითხები, სახელმწიფოს და მორწმუნე ქრისტიანის ურთიერთობა, ქრისტიანის დამოკიდებულება წარმართებთან, ან იმ ცოდნებთან, იმ კულტურებთან, რომელიც არ მოიაზრებდა ქრისტიანულ ცოდნას, ან მავნე იყო ადამიანის სულიერი საზრდოსათვის, სულიერი ცხოვრებისათვის. და აქ უკვე ეს ადრეული ეკლესიის მამები ფაქტობრივად უმნიშვნელოვანეს ეს წინასწარმეტყველო პროფეტულ ფუნქციასაც იძენდნენ, ხო, რომელიც ძველი აღთქმიდან ებოძა ახალი იერუსალიმს. ბიბლიურ თეოლოგიურ საფუძვლებზეც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური ხედვის ჩამოყალიბებისათვის ძველი აღთქმისეულის წინასწარმეტყველო გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია. რასაც შეიძლება დღევანდელი მოცემულობაში კრიტიკული აზროვნებაც კი ქრისტიანული თვალსაჩინოდან კრიტიკული აზროვნება შეიძლება უწოდო. აი წმინდა წერილის თანახმად შესაქმის გვირგვინად გვევლინება ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანი. ხატებაში ღვთისმეტყველება, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები მოეაზრებენ გონებასა და თავისუფალებას, ხოლო მსგავსებაში სათნოებებისაკენ მიმსგავსებას. აი შესაქმის თხრობისამებრ ადამიანს საღვთო კურთხევა მიეცა, ავსეთ და დაეუფლეთ მას და დაამუშავეთ და დაისცავით და ეს დაბადების წიგნში როგორც ხედავთ ჩვენ.
მეორე თავში თუ სწორად მახსოვს. ადამიანისადმა ეს ბიბლიური გზავნილი ეს ჰარმონიაში მოიყვანოს საკუთარი თავის შექმნილ სამყაროსთან და მის შემოქმედთან უნიშნელოვანესია და აქაც ამ არგუმენტსაც მოვიხმობთ მართლმადიდებლური სოციალ-ეთიკოსები, როდესაც დგება საგნის მიზნობრიობის და მნიშვნელობის საკითხი. აქ ის არ უარყოფს იმას, რომ ადამიანმა ის მხოლოდ პირადი ეგოისტური მიზნებისათვის გამოიყენოს ეს შექმნილი სამყარო, ხო? და შესაქმნის სიკეთეებში ყოველი ადამიანის თანამონაწილეობის კურთხევაში შეიძლება დანახული იქნეს ეგალიტარული სოციუმის პირველი სახე. ღმერთი ყოველ ადამიანს თანაბარი უფლება-მოვალეობებით ქმნის და სხვადასხვა ტალანტს ანიჭებს, რომელიც ადამიანმა ღვთისმსათნო და მოყვასის სასიკეთოდ უნდა განკარგოს. აქაც შემოდის ეს სოციალური ვალდებულება. ადამიანი ღვთის შესაქმნის მოწყობასა და მისგან ბოძებული ნაყოფის სრულუფლებიანი თანამონაწილეა, ხოლო საზოგადო სიკეთეებისაგან ნებისმიერი ადამიანის გარიყვა, გამოთვიშვა თუ თანამონაწილეობის შეზღუდვა შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ საღვთო ჩანაფიქრის უგულებელყოფა, ხო? ეს სოციალური საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, რაც არის დასავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპის სოციალურ სახელმწიფოებში ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? არ უნდა გაირიყოს მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი და მას უნდა მოხდეს ადაპტაცია მისი გარემოსთან, უნდა შეიქმნას მისთვის შესაბამისი შრომითი სივრცეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადღაც აქ მივდივართ. ქრისტიანული არგუმენტი აქ შემოდის. როდესაც ამ საკითხს შევეხებით. ამ თვალსაჩინარიდან ძველი აღთქმის ღმერთი გარკვეულწილად თანამედროვე ტერმინს მოვიხმობ სოციალიზაციის და ემანსიპაციის მომხრეც არის, ხო? თუმცა იცოდვით დაცემის ისტორიას ეს სოციალური პერსპექტივიდან თუ გადავხედავთ პირველ ადამიანთან შემოაქვს რაღაცა ცვალებადობა ადამიანის და ღმერთთან მიმართებაში, შემოდის ღვთისშიში და თავდაცვის ინსტინქტი შემოდის, ირღვევა სქესთა შორის ჰარმონია და ბუნებისადმი ადამიანის დამოკიდებულება იცვლება. და შეიძლება ეს დავინახოთ დღევანდელ სამყაროში არსებული ეს მძიმე ეკოლოგიური კატასტროფის წინარე პერიოდში, რაც არის ახლა გვაქვს ბოლო 20-30 წელიწადია და ამას ემატება სხვადასხვა ევროპის კონტინენტზე და სხვა კონტინენტებზე არსებული სამხედრო მოქმედებები და რომელიც არ სრულდება სამწუხაროდ, რომელიც ასევე ტოვებს კვალს ბუნებაზე, ყველა ბუნებაზე, გარდა იმისა, რომ ადამიანები იხოცებიან და სხვა პრობლემებიც არსებობს ამ კუთხით, ხო? ისრაელიანების პირველი ეთიკური კოდექსი ეს რაც 10 მცნების სახელით გვაქვს მეორე ჯულის წიგნში იშლება უფრო დეტალურად და ესე ხდება ამ ერთგვარი მორალური კომპასი იმდროინდელი საზოგადოებისათვის. ეს არის რაღაცა ფანჯარა ადამიანების ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობისათვის. ისრაელთან კანონები მოსახლეობას არამხოლოდ მონოთეიზმს ავალდებულებდა ერთი ღმერთის თაყვანისებას. ის ასევე ამბობს, რომ სამართლიანი თანაცხოვრების პრაქტიკა უნდა განხორციელდეს. სამართლიანი საზოგადოების ინდიკატორად აქ შემოდიან ქრივები, ობლები, მონები, ხიზნები. შემდგომ ფორმირდება ისრაელთან საზოგადოებაში საშაბათო და საიუბილეო წლებიც, ხომ? წმინდა ყავით 50 წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყოველ 50 წელს მონები გათავისუფლდნენ. ყველა ქონება თავდაპირველ მფლობელს უბრუნდება. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ გმურები და ხიზნები ხართ ჩემთან. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ რაღაც ეს გამოცდილება მეორდება გერმანიის, მათ შორის მე მგონი ავსტრიის სოციალურ კანონმდებლობაშიც, როდესაც ადამიანს ეძლევა 7 წლის შემდგომ, 7-10 წლის შემდგომ, არ მინდა შეცდომა მომივიდეს, რომ ჩამოეწეროს თუ ის არ არის გადახდის უნარიანი, ჩამოეწეროს ყველა ვალი. და მას მიეცა შესაძლებლობა თავიდან დაიწყოს მისი სოციალური ეკონომიკური ცხოვრება. ეს და სხვა მსგავსი პრაქტიკული სახის საზოგადოებრივი მოწოდებები დროდადრო წარმოქმნის სოციალურ დისკრიმინაციისა და ქონების უსამართლო გადანაწილების სურათის შეცვლას ემსახურებოდა იმ საზოგადოებაში და თუ დღესაც გადმოვიტანთ შესაძლებელია რასაც ასევე ვხედავთ, ხო?
დასავლეთ ევროპის და მათ შორის ევროკავშირის სოციალურ ბაზისზე დგას. მიუხედავად რიგი კრიტიკული საკითხებისა, რომელიც მე პირადადაც გამოჩნია, შესაძლებელია დავინახოთ, რომ რაღაც როდესაც საუბრობენ ევროპის ქრისტიანულ საფუძვლებზე, აი სადღაც აქამდეც ის, ხო? როდესაც არგუმენტირებენ მაგალითად ევროპის ქრისტიანულ ფუნდამენტზე და შემდგომში როგორ ითარგმნა ის ადამიანების ცხოვრებაში 2000 წლის შემდეგ. აი შესაძლებელია ის მოვიყვანოთ როგორც არგუმენტი. არის ერთი გერმანელი სოციალეთიკოსი არნო ანცენბახი და ის აი ძველახთმისეულ ეთიკურ პოლიტიკას ესე აფასებდა, ციტატას მოვიყვან, საიუბილეო წლების მიზანი არის თავიდან შეიქმნა საღვთო წესრიგი, სადაც ყოველი ადამიანი თავისუფალია და ენიჭება თანაბარი შანსები. ბიბლიური გამოცხადების, როგორც თქვი, ერთ-ერთ ცენტრალურ ხაზს წინასწარმეტყველთა კრიტიკა წარმოადგენს, რომელიც ასევე იქცა ახალი აღთქმის ეკლესიის ერთ-ერთ მახასიათებელ თვისებად. ეს გამოცდილება ქრისტიანულ ეკლესიისათვის არის მუდამ ფხიზლობის ვალდებულება მოყვასისა და ღმერთის სიკეთით მსახურებაში. აქ ჩვენ რიგითი ქრისტიანები, სასულიერო საერო პირები, ყველა დროში ქრისტიანული თვალსაწიერიდან გაბედულად თვითონ უნდა ვიქცეთ წინასწარმეტყველებად საზოგადოებრივი სოციალური სიკეთის განხორციელების საქმეში. აი სწორედ წინასწარმეტყველური თვისებებით სავსე აქტიური ქრისტიანის ხმისა და ანალიზის შედეგია ეს სოციალური სწავლებაც, რაც შეიქმნა და ის დოკუმენტები, რაც გამოძახილები ცალკეული სინოდალური თუ ცალკე ადგილობრივი ეკლესიების, რაც ფორმირდა 2000 წლის შემდგომ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველი არის მგზნებარე რეალისტი და იმავდროულად საღვთონების გამცხადებელი ყველა ეპოქაში, ხო? ის ასევე არის არაღვთივსათნო სოციალური პოლიტიკური წესრიგის მწვავე კრიტიკოსი. იქ სადაც ადამიანის ღვთივკურთხეული ღირსება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. ან თავის ხმა უნდა გააჟღეროს. ამიტომ არის აი ხშირად მე ვფიქრობ სამართლიანიც არის საზოგადოების მხრიდან, როდესაც კითხულობენ როგორ პოზიციონირებს ამა თუ იმ სოციალურ ცვლილებაზე ან ამა თუ მორალურ გადახრაზე, გინდა სახელმწიფოს მხრიდან ან ამა თუ იმ ჯგუფის მხრიდან, ან მცირე ჯგუფების მხრიდან, რა ხედვა აქვს ეკლესიას, ხო? აი სწორედ ეს წინასწარმეტყველური ხმა და ვალდებულება უნდა შემოვიდეს აქ. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლმადიდებლური სოციალური ეთიკისა და სოციალური ხედვებისათვის. ეს არის ერთგვარი როგორც ფუნდამენტი, გამოცდილება და ინსტრუმენტიც. აი წინასწარმეტყველები უფრო შორსაც მიდის, ხო და არ ერიდება საზოგადოებაში გაბატონებული რელიგიური წესრიგის კრიტიკას, აი ძველახთმას თუ გადავხედავთ. და არა მარტო ძველახთმას, ხო, პატრისტიკულ ეპოქას თუ შევეხებით. იგივე ეკლესიის მამებს, რომელთაც შექმნეს საეკლესიო ტრადიცია და რომელიც არის ფუნდამენტი მართლმადიდებლური თეოლოგიისათვის და მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრებისათვის, ხო? და აი მაგალითად მოვიყვან ამოს წინასწარმეტყველის ციტატას, ხო? როდესაც ის ფარისევლობაზე, რელიგიურ ფარისევლობაზე კრიტიკულად შემოდის არსებული ისრაელიანთა საზოგადოებაში. ის ამბობს, ძულს მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვსუნთქავთ თქვენს ზეიმებში. აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ცხვენებს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობო მსხვერპლად რომ წირავთ, განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს. სხვათა შორის ზუსტად ამ ინდივიდუალურად პიროვნულად რელიგიურ ფარისევლობაზე საუბრობს და ეთიკურ ფუნდამენტზე, ეთიკურ გადახრაზე საუბრობს მათ შორის გაბრიელ ქიქოძე. შეიძლება რომ დავითვალოთ მესამედი მის ორტომეულში ქადაგებებ მის ორტომეულებში, აი ზუსტად ამ ფარისევლობის
მოცემულობას ებრძვის და ასევე სრულ ტრადიციებსაც, ხო? მათ შორის იმ დროინდელ მთაში გაბატონებულ არაქრისტიანულ ტრადიციებს, რომელსაც ქრისტიანულად ასახებდნენ, ხო? წინასწარმეტყველის შემდგომ მახასიათებლად მისი მხრიდან საზოგადოებაში გაბატონებული ჩაგვრის პრაქტიკისა და ეკონომიკური უთანასწორობის კრიტიკაც წარმოგვიდგება. ციტატას მოვიყვან. ისმინეთ ეს ღარიბ ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჭავთა დამღუპველნო, როს ამბობთ როდის გავა ახალთვარობა, რომ გავყიდოთ პური და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდეს სასწორითო, ვიყიდოთ ვერცხლით ბეჭავნი და წყვილი, ხამლით ღარიბ ღატაკნი, პურის განცხრობით კი გამყიდოთ. ძველაღთმისეული წინასწარმეტყველთა საქმიანობას თუ ესე შევაჯამებთ, აქ შემოდის სამართლიანობის პრინციპი, რომლის უპირობო მსახურების ვალდებულებად შემოდის და ერთგვარი ეს უკვე რელიგიურ ცნებათაც იბადება და ქრისტიანისათვის აღსასრულებელ სათნოებად გარდაიქმნება, ხო? აი სარწმუნოების საქმე არ შეიძლება იქნას მსახურების განზომილებამდე დაყვანილი. შესაბამისად, ღვთისმსახურება და ლიტურგიული ცხოვრება მორწმუნის ყოველდღიურ ყოფაში უნდა განივრცოს, გაგრძელდეს ოჯახში, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ხო? პროფესიულ საქმიანობაში, პროფესიულ ეთიკაში. საზოგადოებაში გულმოწყალეობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის ეს საყოველთაო პრინციპების დანერგვაში თანამონაწილე დღეისათვის ეკლესიის ყოველი წევრი და მის გარეთ მყოფ შესაქმის ნებისმიერი ადამიანი შეგვიძლია მოვიაზროთ. ვინაიდან აქ დასახელებული სათნოებები არ არის უნივერსალური ღირებულება, უпростоრად არის უნივერსალური ღირებულება დედამიწის ყოველი მკვიდრისათვის, ხო? და ისე ბიბლიურ მახასიათებელზე ვიტყვი შეჯამების სახით, ეს არის უპირობო მსახურება ადამიანის ღირსების უნივერსალური აღიარებისათვის. მსახურება თავისუფლებისა და გათავისუფლებისათვის, ხო? მათ შორის ცოდვით გათავისუფლებას ან ინსტიტუციონალური ფორმით ჩაგვრის გათავისუფლებად შეიძლება მოვიაზროთ, როდესაც ხედავ ადამიანი არის ექსპლუატაციის მსხვერპლი, იგივე დამსაქმნელის მხრიდან, როდესაც ადამიანთა ჯგუფია, ან ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი, გარკვეული ერთობა ეთნიკური არის მეორე სახელმწიფოს მხრიდან დევნილი და დაჩაგრული. ამიტომ აქ შემოდის ეს მსახურება, უცილობელი მსახურება და ვალდებულება ქრისტიანების, როგორც ცალკეული პიროვნებების და ასევე ქრისტიანული ერთობის ეკლესიის. და ეს უანგარო მსახურება სუსტების და გარიყულების, ეს ხომ ეკლესიის ფაქტიურად საზომიც არის, ხო? ქრისტიანული ეკლესიის და ქრისტიანის, ხო? ეს ქველმოქმედება და საეკლესიო დიაკონი ამიტომ არის რამდენიმე ფორმით, რომელზეც წინა აღარ გავაგრძელებ, წინა შეხვედრაში ვისაუბრე. ძველაღთმისეული ეთოს დაეფუძნა ახალაღთმისეული მაცხოვრის კონკრეტული და შეიძლება ითქვას რადიკალური სიყვარულის ეთიკური გზავნილი. ღვთისმსახურება უცილებლად მოითხოვს ყოველი ადამიანის, ანუ მოყვასის სიყვარულით მსახურებას. იესოს გზავნილი მჭიდრო კავშირი და შინაგანი ერთიანობა აქვს უფლისა და მოყვასის სიყვარულისადმი, ხო, ეს ცნება დაერთიანებს. რომელიც საკუთარ თავში განსხვავებით ძველი აღთქმისაგან მოიცავს არა მხოლოდ წესების აღსრულებას, აი არ არის მხოლოდ რაღაც რიტუალურ აქტამდე, არამედ მოიცავს აი ეთიკური გზავნილების ცხოვრებაში განხორციელებას, ხო? ყოველდღიურ და არა რიტუალად ქცევას მის. აი მათეს სახარების არის ერთ-ერთი ცნობილი იგავი, რომელსაც მათეს სახარების ზოგადად გამოირჩევა თავისი სოციალური გზავნილებით და სოციალურ სახარებასაც უწოდებენ. 25 თავი არის თუ სწორად მახსოვს, მაცხოვარს ეს კრიტერიუმები მოაქვს, ხო? რით შეიძლება მას მიემსგავსოს ქრისტიანთა საკრებულო, ქრისტიანული ეკლესია და მის საუფროში გქონდეს ერთგვარი ადგილი, ხო? ეს შემოაქვს, ეს სოციალური კატეგორიების შემოაქვს, შერის დაპურება, შიშველის შემოსვლა, სნეულის კურნება, პატიმრების მონახულება.
და აქ თვითონ ქრისტე ხდება დახმარების ობიექტი. ვინაიდან ის ყოველ გაჭირვებულ და დახმარების მთხოვნელ ადამიანად არის წარმოდგენილი ამ იქავში. ხოლო მათთვის გაწვდილი ხელი პირდაპირ ღვთისმსახურების ფორმად არის წარმოდგენილი. არა მხოლოდ ეს ლიტურგიული საკრამენტული ნაწილი, აქაც არის ეს საკრამენტული შინაარსი შემოსული, სპირიტუალური შინაარსი, სულიერი შინაარსი შემოსული, ხო? რაც გაუკეთეთ ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს მე გამიკეთეთ, ხო, მათეს სახარების 25 თავის გვეუბნება. თავისთავად მნიშვნელოვანი წილი აქვს ასევე მონაზვნულ ეთოსს მართლმადიდებლური სოციალური ეთიკისა და სოციალური გზავნილების ხედვების ჩამოყალიბებაში, რომელზეც წინაზეც ვისაუბრეთ და ეხლა მინდა გამეორდე, რადგან იყოს რადგან ხარვეზი იყო რაღაც ერთიანი სისტემური ხასიათი მივცე ლექციას და გავაერთიანო პირველი და მეორე. თავისთავად ქრისტიანობაში ეს მონაზნობის თავდაპირველი ფორმის ჩასახვა შეიძლება წავიკითხოთ ეკლესიის გამიწიერებისაკენ მიმართულ პროტესტად. ვინაიდან იმპერიაში ეს ქრისტიანული რწმენა ხდებოდა ინსტრუმენტი ძალაუფლების მფლობელთა ხელში, ხო, იმპერიის ხელში. და მართლაც შემდგომში ვხედავთ, სხვანაირად იცვლება ეკლესიის ცხოვრება და ეს თვითონ უდაბნოში გასული პირველი ქალები და კაცები თავისი ღვთისმოსაობის რადიკალური და ახლებური ფორმებით არ უნდა შეფასდეს რაღაც ამ სოფლიდან გაქცევის სტოლფარდად. რაზეც ზემოთ ვისაუბრე, როდესაც ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგომ მონაზვნური ეთოსი უფრო რადიკალური ხდება გარე სამყაროსთან და ეს შემოდის და დღემდე ინერციით არსებობს მართლმადიდებლური ქრისტიანობის ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ეკლესიის გაბედულად წინასწარმეტყველური ხმის გაჟღერებაში, პოზიციონირებაში, ეტავს ტაძრის კარებში, მონასტრის კარებში, მონასტრების კარებში, ხო? როდესაც ქრისტიანის ვალდებულება ქრისტიანთა მართლმადიდებლური ქრისტიანთა ერთობის ვალდებულება პირიქით გაბედულად დაამოწმოს სახარება, ხო? ეს გარკვეულწილად პირველ ქრისტიანული მონასტრული თემების, ცალკეული პიროვნებების იყო მცდელობა სახარებისეული იდეალებით სავსე ახალი სამყაროს შექმნის, ხო, რაღაც. და მონასტერი ფორმირდება როგორც მლოცველი და იმავდროულად შრომელი ადამიანების საზოგადოებად. და უსაქმურობა ითვლება სამონაზვნო ცხოვრებაში უმძიმეს ცოდვლად. აი, წმინდა პახომი დიდის გადმოსახედიდან სამონასტრო ცხოვრება დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს კარგად ორგანიზებული თემის, სოფლისა თუ ქალაქის ცხოვრებისაგან. და აქ შემოდის ლოცვითა და შრომით სავსე ასკეზა, სახარებისეულ სათნოებებად გარდაიქმნება. მონაზვნობის სოციალურ მნიშვნელობას შემდგომში აფართოებს ბასილი დიდი, მისი გაგებით ადამიანი არის სოციალური ცხოველი. იმეორებს ის იმ ფილოსოფიურ ცოდნას, რასაც შემდგომ ფუძნდება მათ შორის მართლმადიდებლური ქრისტიანული თეოლოგია. მაგრამ ადამიანის სოციალური ცხოველი, მაგრამ არ არის თვითკმარი განდგომილებაში. და ამიტომ ეს მარტოობის მოყვარულ ადამიანებთან ცოტა კრიტიკული თვალსაჩინოდან ხედავს და ისა მას არ შესწევს, მისი ხედვით მას არ შესწევს უნარი აღასრულოს თავისი ცხოვრებისეული მიზანი. თუ კი მყოფობს მარტოობასა და სიცარიელეში, ადამიანი საჭიროებს სოციალურ წრეს. იოანე ოქროპირი ერის კაცებს და მონაზვნობას შორის არანაირ მკვეთრ ხაზებს არ ავლებდა. მასში იგი ორივე ცხოვრების ფორმას თანაბარი ქრისტიანული სათნოებებით საზოგადოების გამდიდრების ერთგვარ საშუალებად ხედავდა. ქრისტიანების გულს უნდა შეეხოს საზოგადოებაში არსებული მანკიერებები. მათ უნდა ესმოდეთ, რომ სოციალური პრობლემები წარმოადგენს ქრისტეს ნების გაგრძელებას. ამ ტერმინს იყენებს მსოფლიო პატრიარქიც თავის ტექსტებში ძალიან ხშირად, რომ დაგვანახოს არსებული მანკიერებების, სოციალური გამოწვევების სიმძიმე ქრისტიანული თვალსაჩინოდან. ეს ნების გაგრძელება, რომელიც ხორციელდება ჩვენში და კვლავაც აგრძელებს ადამიანთა ტანჯვას. ნებისმიერი სახის უთანასწორობა და სოციალური ცოდვა ოქროპირისათვის მისტიურ კავშირშია ქრისტეს სხეულთან. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია პიროვნებაში უპირველესად
გულებისა და გონების ცვლილებისაკენ არის მოწოდებული, ხო? და შემდგომ ის თვლის, რომ ეკლესიის მამების ეს ტრადიცია და დღეს დამკვიდრებული ტრადიციაც ასევე მართლმადიდებლური თეოლოგების ამის შემდგომ გარკვეული ფორმით შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგის გარდაქმნა. ამიტომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ხედვებში ფაქტიურად ძალიან იშვიათად თუ დავინახავთ რევოლუციურ სცენარს ან ძალადობრივ სცენარს, ხო? ფაქტიურად შეიძლება იყოს ცალკეული გამონათებები, ცალკეული პოზიციები ამასთან დაკავშირებით, რომელსაც არ იზიარებს სრულად მართლმადიდებლური ეკლესია. ეს პირველ რიგში პირველ ქრისტიანთა თანასწორობაში უნდა იყოს დანახული, როდესაც ვეხებით ადამიანების თანასწორობას, სადაც ყოველი ადამიანი ერთი იყო ქრისტეში. ეს ეგალიტარიზმის სულისკვეთება ჭიდრო დაისახა აღმოსავლეთის ეკლესიის მოღვაწეობაში. მიუხედავად საეკლესიო ხარისხების ფორმირებისა, იერარქიული სტრუქტურა არავის არანაირ საბაბს არ აძლევს მისაღები იყოს სოციალური ან რასობრივი დაყოფა ან დისკრიმინაცია. იქნება ეს ეკლესიის შიგნით თუ მის გარეთ ყოველდღიურ საზოგადოებაში, ხო? ამ კუთხით მაგალითად მართლმადიდებლური ეკლესიებს ძალიან კაფეო ხმა ჰქონდათ რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში მამა, ძე და სულიწმინდის ერთობა სოციალური პერსპექტივიდან გააჩნია ასევე სოციალური შინაარსი. სწავლება სამების შესახებ, სამი ღვთაებრივი ჰიპოსტასი ერთმანეთთან და ერთმანეთში სიყვარულით ერთობაში არის გაერთიანებული. ეს სიყვარულის საზოგადოება შექმნილ სამყაროში ეკლესიის ევქარისტიულ ერთობასთან არის ახლოს დგომი, სადაც ადამიანები ზეციურ და მიწიერ სიკეთეებს ერთობლივად ინაწილებენ და ფაქტობრივად ერთმანეთისათვის თანამყოფობენ, ხო? აი სამრევლოს ცხოვრება, აქტიური სამრევლოს ცხოვრებაც სწორედ ეს სოციალური ურთიერთობებს სწორედ ამას ასახავს. აი სლავურ ტრადიციაში სიყვარულის მიერ ერთობის საეკლესიო იდეალად მე-20 საუკუნეში შემოიტანა ხომიაკოვმა, რელიგიის ფილოსოფოსი იყო მართლმადიდებელი, ტერმინი სობორნოსტი. რომელიც ხშირად საეკლესიო სლავურში პირდაპირ ეკლესიად თარგმნეს. აი, აქვე ცნობილი, რადგან სამების თეოლოგიას მიმოვიხილავთ სოციალური პერსპექტივიდან, ასევე შემოვიტანა ეს ცნობილი ხატი წმინდა სამების რუბლიოვის მაგიდის გარშემო მჯდარი სამი ანგელოზი და დარჩენილი მეოთხე ადგილი. ეს გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფობას ამ ქვეყნიურ ისტორიულ პროცესში, რომ ის მზად არის დიალოგისათვის. სწორედ ეს მეოთხე თავისუფალი ადგილია საზოგადოებისა და მისი თითოეული წევრისადმი ეკლესიის გაწვდილი ხელი. აქ შემოდის თავისთავად ასევე მისიონერული და პასტორალური ზრუნვის ვალდებულება. ეს არის ერთგვარი სურვილი დიალოგის მაგიდასთან დასხდეს და ამ ქვეყნიური გამოწვევების შესახებ გაბედულად იმსჯელოს, ხო, ჩაერთოს ამ მსჯელობაში, რომელიც თანაბრად ეხება ქრისტიანული ეკლესიის რიგით წევრს, ასევე არაქრისტიანსაც, სხვადასხვა სოციალური თუ სტატუსის მქონე ადამიანს და ასე შემდეგ. სწორედ ამ სიყვარულის ტრაპეზთან ხდება სამყაროს განახლება არამხოლოდ საეკლესიო საიდუმლოებაში და სამრევლო ცხოვრებაში, ასევე ფილანთროპიით, ანუ საეკლესიო დიაკონიით, ქმედითი საქმიანობით, ხელშესახების საქმიანობით, ხო? მორწმუნეთა დაძმობის და მსოფლიოს განხრთობის პროცესში ჩართვით. ვინაიდან მართლმადიდებლური სწავლებით არამხოლოდ პიროვნული გარდაქმნა, არამედ მთელი კაცობრიობის შემოbrunება, უფრო მეტიც ახალი სამყაროს ქრისტეში განახლება ეკლესიის თვითმიზანი. საღვთო ლიტურგია არის ადგილი, სადაც ქრისტიანები სამებისეულ ღვთაებრივი სიყვარულის ერთობაში ეკლესიასთან და მთელ შესაქმესთან, მთელ კოსმოსთან ერთად ზეიმობენ. და ბოლოს მასში გამოითქმება მთელი კოსმოსის ეს ესქატოლოგიური ხსნა, შეიძლება ითქვას. ტაძრებში თუ კატაკომბებში აღსრულებული ღვთისმსახურება არათუ ზღუდავს და შემოსაზღვრავს ქრისტიანს შესაქმეში არსებულ სინამდვილესთან, პირიქით ავალდებულებს მას ქრისტეს მიერი საქმეებებით მხნედ დაინახოს, გაანალიზოს და იმოქმედოს ამ დროსთან ერთად მოტანილ არსებულ გამოწვევებზე გარკვეული პასუხისმოძიებისათვის, ხო?
ეს შევეცადე უფრო სისტემურად გამეანალიზებინა და დამენახებინა თქვენთვის ბიბლიურ თეოლოგიური საფუძვლები, მათ შორის მონასტრული ეთოსი, პატრისტიკული საეკლესიო მემკვიდრეობა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური სოციალური სწავლებისა და სოციალური ეთიკისათვის და ამჯერად გადავალ უშუალოდ შექმნილ დოკუმენტებზე, რაც აი თქვენ რომ დაგაინტერესდეთ, სად შეიძლება ნახოთ ტექსტუალურად ამა თუ იმ ეკლესიის დაკმაყოფილებას სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური გამოწვევებთან დაკავშირებით. ან როგორ აფასებს მართლმადიდებელი ეკლესიები ამ მოცემულობას, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში მყოფობს და არსებობს. ეკლესია ეს ქრისტეს მისტიური სხეული და იმავდროულად მორწმუნეთა კრებული ყველა ეპოქაში სხვადასხვა გამოწვევებზე ეძებს გარკვეულ პასუხსა და მათ შორის შეფასებებს, ხო? ნახეთ ჩვენ პირველი 1000 წლების ეკლესიის გამოცდილებისგან რამდენიმე მაგალითი. ვახსენეთ რა მიზეზებმა განაპირობა მაგალითად დასავლეთის ეკლესიასთან შედარებით აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიას მოვიაზრებ სოციალური სწავლების და ეთიკის დაგვიანებით მოვლინება და განვითარება, ან განვითარების პირველი ნაბიჯები განვითარებას ვერ ვიტყოდი. აი 2000 წელს რუსეთის მართლმადიდებლმა ეკლესიამ შექმნა პირველი სოციალური შინაარსის დოკუმენტი თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში, ხო? რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს სოციალური კონცეფციას უწოდებენ. იყო დიდი ხნის მანძილზე დებატების, ინტერესის, კრიტიკის, ძალიან დიდი კრიტიკის საგანი. და თუმცა ის არ შემოფარგულა მარტო 2000 წელს შექმნილი ამ დოკუმენტით. ასევე 2008 წელს გამოსცა დამატებით ახალი დოკუმენტი, რომელსაც ქართულად თუ თარგმნით, ეს არის ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და უფლებების შესახებ. ფაქტობრივად ადამიანის უფლებების შესახებ მათი პოზიცია არის უფრო ფართოდ მიმოხილული. ამ დოკუმენტების განხილვას ახლა ერთია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იქნება რაღაც დოკუმენტი, მეორეა ის როგორ პოვებს ასახვას მორწმუნეებში, ხო, როგორ მიიღებს თუ არა საზოგადოება, ხო? როგორც აი მაგ მსოფლიო საეკლესიო კრებები, ხა თქვენ გაივლით ამასაც ეკლესიის ისტორიაში ან დოგმატიკაში, ხო? რა მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგომ მორწმუნე საზოგადოებაში განვრცობილი იყო და მიღებული ყოფილიყო ეკლესიის თემის მიერ ესა თუ ის საეკლესიო გადაწყვეტილება. არა მხოლოდ დოგმატური შინაარსის, ასევე სამართლებრივი შინაარსის და პასტორალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე მოცემულობა შემოდის სოციალურ დოკუმენტებთან მიმართებაში. ხო, ერთია შეიძლება დოკუმენტი დაიწეროს, მაგრამ ის დარჩეს თაროზე, ხო? ამისათვის ახლა დასავლეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილებები, როდესაც მაგალითად რომის უმაღლესი იერარქი პაპი ქმნის ენციკლიკას, გამოსცემს ენციკლიკას აი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. შემდგომში ამას უკვე ეძღვნება კონფერენციები, ამაზე იწერება ტექსტები, დისერტაციები, ამით ინტერესდება მათ შორის მედიაც და მათ შორის სამრევლოები. სამრევლოების არსებობა იმ ფორმით, რომ აი ესეთი საკითხები, აი ესეთი დოკუმენტები, როდესაც შეიქმნება, მათ შორის სინოდალური გადაწყვეტილება რაღაცა და მისი მსჯელობა, მათ შორის კრიტიკული ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საეკლესიო ერთობისათვის, მათ შორის სოციალური პერსპექტივით. აი ამ ორი დოკუმენტის, რომ რუსების მიერ შექმნილი დოკუმენტის განხილვას და ანალიზსაც მიეძღვნა მრავალი კონფერენცია, დასავლეთში ქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ აი მოვიდა ეპოქა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიებმაც დაიწყეს ესე კოდიფიცირება, სოციალური სინამდვილის მიღება და მასზე რეაქცია. თარგმნეს სხვადასხვა ენებზე, დაიწერა პუბლიკაციები, იყო დისკუსიები. თუმცა დღესდღეობით თავად ეს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებიც ღიად საუბრობენ ამ დოკუმენტის და მათი სოციალური ხედვების ადგილობრივ სამრევლოებში თუ ეპარქიებში ეს რეცეფციის ხრივ უამრავ დაბრკოლებას, რომ ფაქტიურად ვერ განახორციელეს, ვერ მივიდა, ნუ ყველა მორწმუნე თემთან შეიძლება არ მივიდეს სამრევლოსთან ცალკეულ პიროვნებასთან, თუმცა ფაქტობრივად დარჩა
დოკუმენტად, რომლითაც ინტერესდებიან ძირითადად მკვლევარები. ეს უკვე ძალიან სამკვლევარები და ამათ მაგალითად სხვა რელიგიის წარმომადგენლები ან სხვა ეკლესიები, როდესაც აინტერესებთ თუ როგორ პოზიციონირებს მართლმადიდებელი ეკლესია ამა თუ იმ საკითხზე, ხო? აქ შორის აი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები და ძალიან რთულია ამაზე გასცე პასუხი საუნივერსიტეტო დონეზე, ხო? სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ვინან ეს ერთიანი კონცეფცია არ არსებობს და შემდგომში ასევე ძალიან სუსტი არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დოკუმენტი ადამიანის უფლებების ხედვასთან მიმართებაში. სუსტიც და შეიძლება ეს კრიტიკულადაც შეიძლება შევაფასებთ, მოვიხილავ ამასაც. რუსული სოციალური კონცეფციის დაბადებიდან 20 წლის დაგვიანებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიამაც წარმოადგენდა სოციალური დოკუმენტი. ადრე სახელწოდება აქვს მსოფლიო სიცოცხლისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთოსის შესახებ. არის ქართულად თარგმნილი, გურამ ლუსანაშვილის თარგმანი არსებობს, რომელიც ინტერნეტშიც იძებნება თუ დაგაინტერესებთ. ითარგმნა 12 ენაზე და ფაქტიურად თუ ერთიანი დოკუმენტი გამოსცა კონსტანტინოპოლმა 20 წლის დაგვიანებით, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა სხვადასხვა სოციალური საკითხებზე გამოძახილი. ეს უფრო იყო მსოფლიო პატრიარქის პირადი ხედვები, რომელსაც მის რამდენიმე წიგნში არის თავმოყრილი, მხოლოდ ერთი თუ ორი არის თარგმნილი. და არის ინგლისურ ენაზე იძებნება ეს წიგნები ონლაინად შეგიძლიათ მიმოიხილოთ და გადახედოთ. დაინტერესდებით და იქ ეხება ყველაფერს. ნუ აქვე აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურ ეთიკასთან მიმართებაში ის მართლმადიდებელი პერსპექტივიდან მსოფლიო საპატრიარქო ძალიან ძლიერი არის უკვე 90-იანი წლებიდან, მათ შორის საეკლესიო კალენდრის პირველი დღე დაწესდა გარემოს და შექმნილი სამყაროს ლოცვის დღედ და ამის ფუნდამენტი, აი ამ ჩაუყარა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიამ, მსოფლიო პატრიარქის ორგანიზირებით და შემდგომ ძალიან საინტერესო ამას ხაზი მინდა გაუსვა, შემდგომ ეს დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღედ იქცა და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებში და მათთვისაც ერთგვარად ეს საეკლესიო კალენდარში მოინიშნა გარემოსათვის ლოცვის დღე, არსებული შექმნილი სამყაროს ბუნების დაცვის დღედ ქრისტიანული თვალსაჩინოებით. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლები პიონერები არიან ეკოლოგიურ ეთიკასთან მიმართებაში. აი ამ ეკოლოგიური საკითხები 30 წელიწადია საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა მსოფლიო საპატრიარქოს თავს. და ეს ცოდნა არ დაკარგულა და მათ შორის საქართველოს ეკლესიაში იყო რამდენჯერმე ამაზე გამოხმაურება, რაღაც პრაქტიკების გაზიარება. აი ინტელექტუალურად, პოლიტიკურად, ხა თუ საუბრობ ორ დოკუმენტზე, ხო? ინტელექტუალურად, პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიურად ეს ორი ძლიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სოციალური ხედვების დოკუმენტური ფორმით შექმნას თავისთავად განსხვავებული ისტორიული კონტექსტი უძღოდა. ამას ვერ გავექცევით, რასაც დავინახავთ თუ ამ ორ ტექსტს მოვიხმოთ და შევადარებთ და გადავხედავთ. რუსეთის ეკლესიის სოციალური კონცეფცია საბჭოთა რეპრესიული რეჟიმის დამხობიდან 10 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. ეს არის აი პოლიტიკური საზოგადოებრივი ძვრების ეპოქა, რასაც თან ახლდა ეს ეკონომიკური პრობლემები და მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ ისტორიულ რეალობაში გადასვლა. ფაქტიურად შეიძლება ეს ტერმინიც ვიხმაროთ, ეკლესია გეტოდან საზოგადოებრივ ცხოვრებას უბრუნდება. და იქ სწრაფად იბადება აქტუალურ საკითხებზე კითხვები და ინტერესი, ხო? აი სათაშორის ალექსანდრე მენი შენიშნავდა ასეთ ფრაზას, როდესაც იმპერია მილევად რეჟიმში და ანალიზებდა ამ კუთხით
რუსეთის ეკლესიის შესაძლებლობებს, სოციალურ საკითხებს გასცეს პასუხი ან რეაქცია მისცეს, ის ამბობს, რომ მეშინია იმ დროის მოსვლის, როცა ეკლესია თავისუფლებას მიიღებს და მას სათქმელი არაფერი არ ექნება. 1988 წელს კიევის რუსეთის გაქრისტიანებიდან 1000 წლის იუბილე რუსეთის ეკლესიის ფართო საზოგადოების წინაშე პირველი საჯარო გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს და ახალმა ისტორიულმა რეალობამ საბჭოთა პოლიტიკური ცხოვრებისაგან განსხვავებით ახალი საკითხები გააჩინა მათშიც. ეს იყო ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მართლობა, თავისუფალი ბაზარი, რელიგიის და რწმენის თავისუფლება, რომელიც ეს საკითხები ჩვენთან ძალიან აქტუალური იყო. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს საკითხები შემოდიოდა და მასზე პასუხები აუცილებელი იყო. სხვადასხვა კუთხით ინდივიდუალურ დონეზე ახლა რამდენად მართლმადიდებლური თეოლოგიური თვალსაზრისით იყო გაცემული სხვა საკითხია, თუმცა იყო რაღაც პოზიციონირებები და ეს მოითხოვდა ეკლესიის მხრიდან გაბედულებას, აქტიურობას. და ვინაიდან ასევე თავისუფლებამ მართლმადიდებლური ეკლესია არ დატოვა მარტო სამისიონერო ველზე, ხო, ის შემოდის კონკურენციაში სხვა რელიგიებთან ერთად, ხო? ზოგი რელიგია ძალიან მომზადებულია ამ კუთხით, ხო? სოციალური ცოდნის და ანალიზის კუთხით. და მათ შორის არის საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ ეს სხვადასხვა კონფესიები შემოდიან ძლიერად, აი პასტორალური აქტივობები გაცილებით ძლიერია ვიდრე მართლმადიდებლური ეკლესიის. ვინაიდან მას ეს სოციალური ინსტიტუტის დონეზე გამომუშავებული არ აქვს და დავიწყებული აქვს, ხო, მივიწყებული აქვს და ამას დრო სჭირდება, ამის აღდგენასაც დრო დასჭირდება. და სჭირდება ეს პროცესი, ხო. სოციალური დოკუმენტის მოკლე კრიტიკული თვალსაჩინო შეფასებას რომ მივყვეთ, შეიძლება ის ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესიის შეიძლება თეოლოგიურ პრაგმატულად დახასიათდეს. რუსეთის ეკლესიის სოციალური დოკუმენტი არ არის კონკრეტული იდეოლოგიური ხაზის, მიუხედავად მისი პოლიტიკური აქცენტების. აი, ყველა მხარე ამოიკითხავს მისთვის სასურველს. იმ ეპოქაში ძალიან იყოფოდა ეს ლიბერალურ ნაწილად და კონსერვატიულ ნაწილად ქრისტიანული რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირები, ისე აღსანიშნავია, რომ ლიბერალურ შეხედულებებით და ესეთი დიალოგის მომხრე იყო დღევანდელი რუსეთის პატრიარქი კირილე. ქრისტიანების პოლიტიკური ორიენტირებისათვის დოკუმენტი გადმოსცემს თავისთავად ძალიან ცოტას, არის ფილოსოფიურად ხარიბი და აი სოციალურ ფილოსოფიურ ნაკვალევს და მონაგარს არ შეიცავს. რითიც მდიდარია დასავლეთის სოციალური ენციკლიკები, ხო? და აი ის ცნობილი ფრაზას სობორნოსტი, რომელზეც საუბრობდი, საერთოდ არ გვხვდება. რელიგიის მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთში რელიგიის ფილოსოფია და მათ შორის რელიგიის სოციალური ფილოსოფია ძალიან მართლმადიდებლური პერსპექტივა ძალიან მაღალ დონეზე განვითარდა, თუმცა ამან ასახვა ვერ პოვა ამ დოკუმენტში და ესეც ერთ-ერთ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ამ დოკუმენტის შექმნის, ამ დოკუმენტის აღწერისას. ხო, აი სოციალურ ფილოსოფიურ მეცნიერებების არგუმენტების ნაცვლად ხვდებით აი ბიბლიურ და პატრისტიკულ წყაროებს და არგუმენტებს. და ხშირად აი დოკუმენტში კარგად ჩანს ეს ისტორიული, არაკონტექსტუალური ბიბლიური თუ მამათა სოციალური კონცეპტების გარკვეული კონსტრუირების მცდელობა. რათა მათგან გარკვეული თეზისები იშოს. ანუ ესეთი რაღაცა კონკრეტული ხედვები და პასუხები ფაქტიურად არ არის ტექსტში, როდესაც გადავხედოთ. აძლევს შეიძლება ერთის მხრივ მეტი ინტერპრეტაციის საშუალებას მორწმუნეს და არა მარტო მორწმუნეს, ვინც წაიკითხავს. და აქ აი ასევე აღსანიშნავია ამ დოკუმენტში, რომ საეკლესიო ტრადიცია საზოგადოებრივ ველზე არის უმაღლეს თეოლოგიურ მასშტაბად წარმოდგენილი. თანამედროვე ეპოქასთან დიალოგის მნიშვნელობა მისი გზები უკანა ფონზეა გადაწეული გარკვეულწილად, აი მისკენ მიმავალი გზები
და ეკლესიის გარკვეული სრულყოფილება არის წინ წარმოჩენილი მართლმადიდებლოს. ეს არის რაღაცა მტკიცებითი ფორმის დოკუმენტი პოსტსაბჭოთა ეპოქაში შექმნილი, სადაც ნაკლებად არის დიალოგისათვის მზაობა. დიალოგისათვის გარე სამყაროსთან მიმართებაში, სხვა რელიგიებთან მიმართებაში, სოციალურ ძვრებთან მიმართებაში, ხო? ახალ პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის დოკუმენტი სრულიად ანტიპოდი არის, სრულიად განსხვავებული არის. აი ეს კონცეფციის ტექსტი ბადებს ერთგვარ შეხედულებას თითქოს რუსეთის მართლმადიდებლო ეკლესიას ეს კორპორატიული ინტერესების გავრცობა და დაცვა ცდილობს და აქვე არის ეს ეპისკოპოცენტრული შეხედულებები არის გაძლიერებული და ნაკლები აქცენტები არის გაკეთებული სამრევლო ცხოვრებაზე. სამრევლო ცხოვრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე. მათ შორის არის საეკლესიო სოციალური აზროვნების ფორმირებასთან მიმართებაში. სოციალური კონცეფცია შეიძლება ითქვას საერთო ჯამში მიმზიდველი დოკუმენტია, მრავალმხრივ შინაარსით მიმზიდველი იმ კუთხით პირველი დოკუმენტია და ახალი ხედვები და ეკლესია ახალი პრაქტიკული გზების ძიების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა ის აღსანიშნავია მე წინასწარმეტყველური ვალდებულება, როდესაც აღნიშნე ეკლესიის ან ცალკეული ქრისტიანის ცალკეული სამრევლოსი, მწვავე და კრიტიკული არ არის ფაქტიურად. არის აბსტრაქტული და ნაკლებად შეძლო ეს თეოლოგიისა და სოციოლოგიური გამოცდილების სინთეზი. არის მრავალფეროვანი თემატიკა, თუმცა შეიძლება იმ დროს არსებული საზოგადოებისა, იმ დროს არსებული რეალობისათვის იყო ეს პასუხები ან ეს პოზიციები ერთგვარი დამაკმაყოფილებელი, თუმცა დღეის გადმოსახედიდან ეს არის ძალიან სუსტი. და იყო ეს დოკუმენტი, ერთგვარი პირველი ცდელობა, იმედით სავსე ცდელობა მართლმადიდებელი ეკლესია გაეხსნას და დაელაპარაკოს თანამედროვეობას, დაელაპარაკოს მეცნიერებას, მეცნიერულ ცოდნას. დასავლეთში ქრისტიანულ ეკლესიებს, სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანებს, ხო? ეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ ისტორიული სინამდვილე მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც 80 წელი ფაქტიურად ამყოფებდა ჩაკეტილ მოცემულობაში და ამის შემდგომ დიალოგისათვის მზაობა და ახალ ცოდნასთან, ახალ ხედვებთან გარკვეული ურთიერთმიმართების შექმნა და მათ შორის კარგის აღება იგივე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მართლმადიდებელი თეოლოგიისათვის თავისთავად ეკლესია სიფრთხილით ეკიდებოდა და ეს დოკუმენტშიც ჩანს. აი საპირისპირო მოცემული ხე გადავალ ასევე მეორე დოკუმენტზე, აქ უკვე საპირისპირო მოცემულობაა კონსტანტინოპოლის დოკუმენტთან მიმართებაში. ეს არის ერთგვარი აი მრავალწლიანი ფართო აკადემიური დისკუსიის შედეგი, 2 ათეული წელი ემზადებოდნენ ამ დოკუმენტისათვის და განსაკუთრებით ეს კრეტის საეკლესიო კრების შემდგომ გაძლიერდა ამაზე მუშაობა. კრეტის საეკლესიო კრებაზეც, საერთო მართლმადიდებლო კრებაზე 2016 წელსაც იყო 2 დოკუმენტი მიღებული სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან მცირე და ეს იყო ერთგვარი ამაზე დაშენდა შემდგომში უკვე შექმნილი დაგროვილი ცოდნა მსოფლიოს საპატრიარქოსი ამ დოკუმენტის, რომელსაც ქვია მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ. თვითონ დოკუმენტის ავტორთა ჯგუფი იყო სხვადასხვა ქვეყნის და წარმომავლობის მართლმადიდებელი თეოლოგები და ეს შინაარსიც აისახება და განასხვავებს რუსეთის სოციალურ კონცეფციას, ხო? ეს დოკუმენტი უფრო უნივერსალურია და უნივერსალურ საკითხებს მიემართება, განსხვავებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციასთან შედარებით. შევეცდები ხა ძირთად ხაზებზე გადავიდე დროში ხო როგორ ავა რა მგონი შეძლებს 5 წუთში დასრულებას ის თუ არის რამე ისეთი მნიშვნელოვანი რო თქვა და მე შეგვიძლია კითხებზე გადავიდეთ. ხაზები უნდა ვთქვა აუცილებლად ორივე ტექსტში რა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შესავალი იყო. ფაქტობრივად
რამდენი წუთი მაქვს დრო? ანუ 15 წუთი უკვე კი იმასკენ დავაწინა სესიის გამო 15 წუთი დავამატეთ ახლა 15 წუთს რო კიდე ძალიან არ გადაცდეს მაგიტო. არა, სადაც. მან იმას კი, და კარგი. ფაქტობრივად ორივე ეს ტექსტი შექმნის სამყაროსთან დამოკიდებულებით იწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფცია სოციალური მოქმედების საფუძვლებს ეკლესიის მიერ სამყაროს გამოხსნით აღწერს. როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტი მიუთითებს თითოეული ადამიანის ღირსებას, მის ღვთისხატებასა და საღვთო სიყვარულის ამ სამყაროში დაცვას და განვითარებას. ამაზე აკეთებს პირველ აქცევს. მართლმადიდებლობის დამოკიდებულება პოლიტიკური სისტემისადმი, სადაც ავტოკეფალური თუ ავტონომიური ეკლესია მოღვაწეობს, ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია მის სოციალ-ეთიკურ პოზიციას სხვადასხვა საკითხებისადმი. სწორედ აი ამიტომ ორივე დოკუმენტი ამ შინაარსით იწყება. რუსული დოკუმენტისათვის მრავალწლიანი ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმის მხრიდან რეპრესიების შემდეგ ეკლესია სახელმწიფოს ურთიერთობა არის ცენტრალური საკითხი. ეს თემები გვხვდება სოციალური კონცეფციის 4 თავში. მეორე თავში, რომელიც შეეხება ერს, ნაციას, მესამე თავში სახელმწიფოს საერო სამართალს და მეხუთე თავი არის პოლიტიკა. ამ ქვეთავებში გადმოცემულია ფაქტობრივად სახელმწიფო ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ტრადიციული ბიზანტიური სიმფონიის მოდელი. და იმავდროულად აი გარკვეულწილად იკითხება საერო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნის გარკვეული ინტერესიც. აქცენტი ქრისტიანული სახელმწიფოს იდეალზე არის დასმული. ისევ ცდილობს დოკუმენტი რომ გაიხედოს უკან ბიზანტიურ წარსულთან და არა მხოლოდ ბიზანტიურ, რუსულ იმპერიურ წარსულთან. ხოლო სეკულარული სახელმწიფოს ავტონომიურობა სკეპტიკურად არის დანახული. სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესიის ავტონომიურობა სკეპტიკურად არის დანახული. აი დოკუმენტის თანახმად ეკლესია დღეს არსებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისადმი ტოლერანტულია. ყოველ შემთხვევაში 20 წლის წინ შექმნილი ესე იყო. ეს არის დოკუმენტი ესე გადმოსცემს. ეს არის საზოგადოების დაცემული მდგომარეობაში საუკეთესო მმართველობის ფორმა. დემოკრატიულ წყობაზე ასე საუბრობს დოკუმენტი. დოკუმენტში მსოფლიოს სიცოცხლისათვის არ მოიძებნება ცალკე თავი სახელმწიფო ეკლესიის ურთიერთობაზე. ზოგადად სტრუქტურირებული ნაკლებად არის განსხვავებით რუსეთის დოკუმენტისაგან. შესაბამისი ადგილი ტექსტის მეორე თავში არის, სადაც ქვეთავში ეს ეკლესია საჯარო სივრცეში ასე გადმოცემული. აქ ყურადღება ეკლესიის თანამედროვე საზოგადოებაში არსებობაზეა გამახვილებული. და აქ არის გამოთქმული ძალიან საინტერესო რამ, ეკლესია პოლიტიკური ელიტებისაგან უნდა დისტანცირდეს. ეს ყოველივე ეკლესიას დაიცავს და არგუმენტი არის რომ დაიცავს ეკლესიას პოლიტიკური ინსტრუმენტად ქცევისაგან და საზოგადო სიკეთისათვის მსახურებაში დამოუკიდებლად ჩართულობის საშუალებას მისცემს, რომელიც ამ ქვეყნიური ეკლესიის მიწერ ეკლესიის მთავარ მამოძრავე მიზნად არის გადმოცემული. ერთ-ერთი მთავარი. დოკუმენტი მართლმადიდებლურ მორწმუნეებს ისეთ პოლიტიკური აქტივობის მხარდაჭერას თხოვს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი პლურალიზმი და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრაქტიკა მოქმედების თვითმიზნად არის გამოცხადებული. აი განსხვავებით რუსეთის დოკუმენტისაგან, კონსტანტინოპოლის დოკუმენტი განსხვავებულად ხედავს ამ საკითხებს. დოკუმენტი ხაზგასმით მოუწოდებს ყველანაირად იქნეს ეს თავიდან აცილებული ქრისტიანული რწმენის ინსტრუმენტალიზირება, რათა ეს არ იქნეს პოლიტიკური ძალების მხრიდან პირადი მიზნების მისაღწევ საშუალებად გამოყენებული. ჩვენ ამაზე შეიძლება გაგვახსენოს წინარე პოლიტიკური მოცემულობები საქართველოში, სადაც რწმენა შემოდის და ხდება. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეთავი ასევე მშვიდობის საკითხი, ომის და მშვიდობის საკითხი, რომელსაც ორივე დოკუმენტი ეხება. ორივე ტექსტში თავისთავად ომი და ძალადობა, ბოროტებისა და ადამიანურობის გამოხატებულებად არის შეფასებული, ხოლო ძალისმიერი გზით თავის დაცვა ერთგვარ უკანასკნელ მოცემულობაა. რაც შესაძლებლობის შემთხვევაში თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ხოლო თუ შეუძლებელი ხდება, მსგავს მოქმედებას მოყვასის სიყვარული და მისი გადარჩენა უნდა ამყარებდეს. რუსეთის ეკლესიის სოციალური კონცეფციის მერვე თავში მართლმადიდებელი ჯარისკაცების საქმიანობაზე არის. მართლმადიდებელი ჯარისკაცების საქმიანობა აღიარებულია მოყვასისა და სამშობლოს დაცვის სათნოებად და აგრეთვე სხვადასხვა ამ ქვეყნიური უსამართლობის წინააღმდეგობადაა შეფასებული. და ეს გზავნილი ერთგვარი გამართლებაა მართლმადიდებელი
თეოლოგიური გამართლება თავის და მეომრების მხრიდან წარმოებული ბრძოლების. შესაბამისად, აქ სახელმწიფო ეკლესიის ერთობლივი საქმიანობას მეტ ქრისტიანულ ღირებულებებს სცენს ამ კონკრეტულ მოცემულებაში. ამას ხვდებით ასევე კონსტანტინოპოლის ეკლესიის სოციალურ დოკუმენტში, სადაც ასეთ ფორმას ხვდებით ასევე კონსტანტინოპოლის ეკლესიის დოკუმენტში, სადაც ასევე ძალადობრივი გზის თავდაცვის საჭიროებაზე არის ყურადღება გამახვილებული, თუმცა ძირითადი ბირთვი არის მშვიდობიან წინააღმდეგობაზე დადებული და სიყვარულისამებრ მიზნობრიობაზე მშვიდობიან წინააღმდეგობის ფუნდამენტი რაც უნდა ყოფილიყო, რაც უნდა იყოს. საერთოდ ჯამში კითხველი სოციალური სტრუქტურების განმასხვავებელი შინაარსა და ფორმებს შეხვდება, სადაც სხვადასხვა ძალადობებია მიმოხილული. ომისა და ძალადობის კავშირი ისეთ სტრუქტურულ უსამართლობებთან, როგორც მაგალითად რასიზმი და ნაციონალიზმი პირდაპირ დაგმობილი არის, ორივე დოკუმენტში ხვდებით ამას და წინაზეც ვახსენე, დასაწყისშიც ვახსენე, რომ ნაციონალიზმი, როგორც ეთნოფილეტიზმი, პერესადაც არის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ამ მხრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას პოზიცია ძალიან ადრე ჰქონდა და ძალიან მყარად პოზიციონირებდა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც წინააღმდეგობა იქმნებოდა მარტინ ლუთერ კინგის მიერ ფერადკანიანი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების. იქ იყო მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ხმა იყო და გვერდში ედგა ფერადკანიან ადამიანებს. ადამიანის უფლებების საკითხი შევეხები 2 წუთით. მართლმადიდებლური ეკლესიის შეხედულება ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ბოლო წლებში დისკუსიის საგანი გახდა. აქ არის რეპროდუქციული უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ეს გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანთა დისკრიმინაციის საკითხები შემოვიდა. ამ საკითხთან დაკავშირებით 2008 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიამ წარმოადგინა ხედვა, როგორც ვთქვი, და შექმნა ეს საზოგადოების მხრიდან დისკუსია და მათ შორის იყო კრიტიკული ხმები. რუსეთის ეკლესიის მთავარი არგუმენტი წინარე სოციალურ კონცეფციაშიც შემდეგნაირადაა გადმოცემული, ციტატას წავიკითხავ: ადამიანის უფლებები ეს არის საერო წესრიგის ფორმა, რომელიც ქრისტიანული პრინციპებისა და ღირებულებებზე უარის თქმის შედეგად გახდა მისაღები. ის არის ნათელი გამოხატულება საზოგადოების ღმერთთან დაშორების. რუსეთის ეკლესიის სოციალურ კონცეფციაში ადამიანის უფლებები ფაქტობრივად დანახულია როგორც თავდაპირველი ადამიანის ქრისტიანული ღირსების გაგებისგან უკუსვლა და ამ ინტერპრეტაციამ შემდგომი დისკუსიაშიც პოვა ადგილი იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებები რელიგიის დაცვას და რწმენის თავისუფლებას განსაკუთრებულ ღირებულებებს წევს. ეს არის ერთგვარი ბრალეულობა ადამიანის ღირსების სეკულარული მნიშვნელობისა, როგორც ცოდვილი ადამიანის ანთროპოცენტრული კონცეფტის, შეიძლება ასეც ვთქვათ. და აქ თავად ადამიანია მამოძრავებელი ყოველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი განვითარების. ხოლო ეკლესიის მსგავსი ხედვა ადამიანის უფლების მისამართით ნებისმიერ პოზიტიურ დებატებს აყოვნებს ან სულაც ხელს უშლის. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ქრისტიანულ საფუძვლებს ადამიანის უფლებების ფორმირების პროცესში. უკვე დოკუმენტი მსოფლიოს სიცოცხლისათვის კონსტანტინოპოლის ადამიანის უფლებებს სულაც არ ხედავს როგორც უკუსვლას, აქ არის განსხვავებული ხედვა, არამედ დადებითად შლის ადამიანის ღირსების ქრისტიანულ ხედვას და ამავე თვალსაჩინარიდან აღნიშნულია ინდივიდუალური თავისუფლების მნიშვნელობა. ასევე ადამიანის სექსუალობის შესახებ საკმაოდ თანამკვეთავებიც არის ამ ტექსტში და მიმოხილულია სექსუალური საკითხებიც ბიოეთიკურ საკითხებთან ერთად. ხო, ეკოლოგიას გამოტოვებინან დრო აღარ გვაქვს და განსხვავებებს შევეხები, ზემოთ რა მაგალითებიც მოვიყვანეთ კონკრეტულ დროში შექმნილ დოკუმენტებს შორის არსებობს ფაქტობრივად საფუძვლიანი განსხვავებანი. 2 განმასხვავებელი არსობრივი ხაზებია
ეკლესიის ადგილი სამოქალაქო საზოგადოებაში ან სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ასევე შესაქმისეული ოპტიმისტური თუ პესიმისტური ხედვები, განსაკუთრებით ადამიანის მოქმედების შესაძლებლობებთან, რომლებიც გავლენას ახდენს სოციალ-ეთიკური პასუხის წარმოქმნაზე. დოკუმენტების ეს საწყისი თხრობა თეოლოგიური თვალსაჩინოებიდან ეკლესიის როგორც სამყაროს მხსნელის სულიერი სხეულის შესაქმნის ღირსებების წინ წამოწევა ორ განსხვავებულ საეკლესიო გაგებას წარმოგვიდგენს, რუსულს და ბერძნულს. ეს კი გვახსენებს ცნობილ კათოლიკურ პარადიგმას მასწავლებელი და სწავლული ეკლესიის შესახებ. აგრეთვე კონსტანტინოპოლის სოციალურ ხედვებში ხდებით თვითკრიტიკას რიგ საეკლესიო სოციალ-ეთიკურ სფეროების გარშემო, რაც საეკლესიო დოკუმენტისათვის საკმაოდ უჩვეულია. საბოლოოდ ამ დოკუმენტში სისტემურად არის ისეთ ვიწრო სოციალურ-ეთიკურ საკითხებზე საუბარი, კონსტანტინოპოლის დოკუმენტს გულისხმობ, როგორიცაა სიღარიბე, არასრული წლოვანებისადმი სექსუალური ძალადობის საკითხი, საერთო სიკეთის ხედვა, ეკუმენური და ინტერრელიგიური დიალოგი, მშვიდობის საკითხი, დისკრიმინაცია, ნაციონალიზმი, რომელიც შიგადაშიგ მართლმადიდებელ ქვეყნებში თავს იჩენდა ბოლო პოსტსაბჭოთა ეპოქაში განსაკუთრებით. მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ რეალობაში მყოფობს. სწორედ ამიტომ ეს სოციალური ეთიკა, ეს არის თეოლოგიური და იმავდროულად სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი დისციპლინა, შეიძლება ესეც ითქვას, სადაც ქრისტიანობამ დროის მოტანილ და გამოწვევებზე განსხვავებული და სულ მუდამ კონტექსტუალური პასუხი უნდა მოიძიოს. აი ორივე დოკუმენტის შედარება ნათლად წარმოადგენს, რომ ქრისტიანული ტრადიციის წიაღში რიგ შემთხვევაში ურთიერთწინააღმდეგობრივი პასუხები შეიძლება იყოს. ერთ ეკლესიას სხვა პოზიცია აქვს, მეორე ეკლესიას სხვა პოზიცია, ადგილობრივი ეკლესიებს ვსაუბრობ. და რუსეთის ეკლესიის სოციალური კონცეფცია მეტად ჩაკეტილი კულტურიდან წარმოიქმნა და უპირველესად პოსტსაბჭოთა კონტექსტს მიესადაგებოდა. თუმცა 20 წლის შემდგომ მზარდი მიგრაციის და გლობალიზაციის ეპოქაში დოკუმენტის ხედვები უკვე ფაქტობრივად ნაკლებად მისაღებია. ამას დემატება ის იმპერიალისტური პოზიციები, რაც გააჩნია მოსკოვის საპატრიარქოს. აი რაც შეეხება კონსტანტინოპოლისეულ ხედვებს, ის ამ კუთხით უფრო მეტად ინფორმაციულია, ავლებს მაგალითად პოზიტიურ ხედვებს, დადებით ხედვებს რურალურ, გლობალურ და ღია საზოგადოებისადმი. ის არის ერთგვარი ის გამოხატავს ერთგვარ მზაობას იყოს დიალოგის რეჟიმში არსებულ სოციალურ სინამდვილესთან. ასევე მინდოდა ზოგადად შევაჯამო და 5 პუნქტად წარმოადგინო მართლმადიდებლური სოციალური ეთოსის და სოციალური სწავლების ძირითადი ხაზები. ეს პირველი არის ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებლური სოციალური ეთიკა ანალიზებს და აფასებს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას შემდგომი წმენისამებრ, რომ თითოეულ ადამიანს ხელშეუხებელი ღირსება გააჩნია, ყოველ ადამიანს ქმნილს ღვთისხატად საკუთარი ადგილი გააჩნია ამ სამყაროში და მოწოდებულია მათ შორის სოციალური განვითარებისაკენ. მეორე არის მსახურება თავისუფლებისა და გათავისუფლებისათვის. აქაც მართლმადიდებლური სოციალური ხედვები ემყარება იმ რწმენას, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ადამიანების ჩაგვრეული სისტემა, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სახის, ეწინააღმდეგება ღვთის ჩანაფიქრსა და საღვთო გამოცხადებას. მესამე არის მსახურება მეტი სამართლიანობისათვის. აქაც სოციალური ხედვა მართლმადიდებლური ეფუძნება იმას, რომ ღმერთის კავშირი ადამიანებთან რა თქმა უნდა დაზიანებულია, სოციალურ კავშირებზე არის, იქ სადაც ადამიანები იძულებულები არიან უსამართლო საზოგადოებრივ მოცემულობაში იცხოვრონ. მეოთხე შემოდის ეკოლოგიური ხედვა, ეკოლოგიური ეთიკა და მსახურება ბუნების დაცვა შენარჩუნებისათვის. ისი დიდი ტრადიციაც აქვს თანამედროვე მართლმადიდებლურ ეკლესიას და ძალიან ბევრი ტექსტებიც არის ამ კუთხით. ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით ამყარებს და ანვითარებს მართლმადიდებლური სოციალური ეთიკა შემდგომ გზავნილს ყოველი ადამიანისადმი, რომ ღმერთმა სამყაროს როგორც სიცოცხლის სახლი ყველასათვის შექმნა. შესაბამისად, საღვთო კურთხევისამებრ ადამიანები მოწოდებულები არიან
სოფლიო როგორც საკუთარი სახლი შეინარჩუნონ, დაიცვან და გადასცენ მომავალ თაობას. და მეხუთე, ძალიან მნიშვნელოვანი, ღარიბებისა და სუსტების მსახურება. აქაც სოციალური ეთიკა, როგორც ცალკეული დისციპლინა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, ვალდებულია გაანალიზოს და შეაფასოს საზოგადოებრივი სტრუქტურები თუ ინსტიტუტები. განსაკუთრებით აიმაღლოს ხმა იქაც, სადაც არსებული ძალებში ვიტყვი განვითარების თუ პროგრესის შედეგად ერთი ნაწილი მოსახლეობისა, განსაკუთრებით პერიფერიაში მყოფნი მძიმე შედეგებს იმკიან, სიღარიბე, უთანასწორობა, ომი, დისკრიმინაცია, სოციალური გარიყულობა და ასე შემდეგ, ვინაიდან იმთავითვე გააჩნიათ ამ ადამიანებს უფლება დედამიწის ყველა მკვიდრს სამართლიანად და სრულად იყოს თანამონაწილე საზოგადოებრივ და სოციალურ ცხოვრებაში. აი ამ ხუთი მცირე თეზისით და შეჯამებით მინდა დავასრულო ეს ლექცია, რომ ამ ფაქტიურად მინდოდა რაღაც ერთგვარი წარმოდგენა შემექმნა, რამდენად შეძლებელს არ ვიცი, შემექმნა არსებულ ცოდნაზე, რაც არის დღეს მართლმადიდებლურ სოციალურ ხედვებში და სოციალურ ეთიკაში და კითხვები, კრიტიკა ღიავად ახსნილი. მადლობა ყურადღებისათვის. მედია მონოტონური არის.